მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თაკო მოსეშვილი და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა მორგებული და ყველაზე მაგარი და საინტერესო არის ის, რომ ის ადამიანები, რომელმაც ამ პლატფორმის წყალობით ახალი პროფესიები შეიძინეს, გაიჩინეს დამატებითი შემოსავლის წყაროს, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მდიდარმა ადამიანებმა იციან, რომ არსებობს სამი ტიპის განათლება. პირველი ეს არის სასკოლო განათლება, სადაც გასწავლიან წერა, კითხვას და ანგარიშს. მეორე ეს არის ტრადიციული უნივერსიტეტის პროფესიული განათლება, სადაც გასავლიან თუ როგორ იმუშაო ფულისთვის, ხოლო მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ფინანსური განათლება, რომლებიც სასწავლებელებში არ ისწავლება. აქ გასწავლიან მეწარმეობასა და ინვესტირებას თუ როგორ შექმნა აქტივები. ანუ ფულმა როგორ აკეთოს ფული, სხვაგვარად ვთქვათ, შენი ფული როგორ მუშაობდეს შენთვის და არა პირიქით. სამწუხაროდ დღეს ნამდვილი კრიზისი გამომდინარეობს განათლების სისტემის კრიზისიდან, რომელიც უკვე მოძველებულია. სკოლაში წმინდა სოციალისტური განათლებაა. სტუდენტებს ასწავლიან შრომის გაყიდვას ხელფასზე. თუ სასწავლებლებში ადამიანები არ მიიღებენ ფინანსურ განათლებას და არ ვიქნებით ფოკუსირებული ნამდვილი მეწარმეების გამოზრდაზე, ჩვენ გვეყოლება უფრო მეტი, კარგი, განათლებული, ბეჯითად მომუშავე, პატიოსანი, მაგრამ დიდრებზე გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც ელოდებიან სახელმწიფოს და მთავრობას დახმარებისთვის. თუ გვინდა უმუშევრობის პრობლემა მოვაგვაროთ, მაშინ ჩვენ უნდა გამოვზარდოთ უფრო მეტი მეწარმე და ინვესტორი ადამიანი. ფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბოროტებაა, რომ ადამიანს არ მისცე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ფინანსური განათლება, რომ გულუბრყვილოდ იმუშაოს ხელფასზე, გადაიხადოს კრედიტები, გადასახადები და აცნობიერებდეს, რომ რაღაცას ისეც ვერ აკეთებს. საინტერესო კვლევა ჩატარდა, თუ რომელი პროფესია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და რამდენ თანხას ხარჯავენ ადამიანები ამ პროფესიების შესწავლაში. თქვენ ხედავთ ახლა კვლევის შედეგებს, აღმოჩნდა, რომ ფორექსი და კრიპტოს ტრეიდინგი არის პირველ ადგილზე და ჯამში ყოველდღიურად მის შესწავლაში ადამიანები იხდიან $8 ტრილიონ მეტს. შემდეგ მოდის ფინანსური სერვისები, უძრავი ქონება, კრედიტის ინდუსტრია, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი და პიროვნული ზრდა განვითარება. ეს არის ის პროფესიები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. წარმოგიდგენთ ონლაინ პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში შესაძლებელია ყველა ამ მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა. ჯიფუ არის ამერიკული პროექტი და მისი ფილოსოფია, რომ ადამიანმა იცხოვროს სიუხვით სავსე ცხოვრებით. სახელწოდებაც სწორედ აქედან დაიბადა. ჯიფუ ლეგალურად ფუნქციონირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს 3 უმნიშვნელოვანეს მიმართულებას: სამოგზაურო მიმართულება, ანტი-ეიჯინგ მიმართულება და განათლების მიმართულება, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. დღეს ძალიან ხშირია, როცა ადამიანები რაიმე კურსი ყიდიან და იმედგაცრუებულები რჩებიან. სოციალური ქსელები გადატენილია ეგრეთ წოდებული ექსპერტები, თუმცა ძალიან რთულია გადაამოწმო ადამიანი, რომელიც რაიმეს გასწავლის, არის თუ არა თავის საქმის პროფესიონალი, აქვს თუ არა წარმატებული გამოცდილება და საერთოდ ენდო თუ არა. ამიტომ ჯიფუ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწავლის ხარისხს. აქ გაერთიანა ადამიანები, რომლებსაც წლების გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროში, წარმატებულად აკეთებენ თავიანთ საქმეს და თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასწავლიან სხვებს. ისინი მუდმივად გადიან კონკრეტულ სერტიფიცირება და მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. თქვენ ხედავთ ახლა პროფესიების ჩამონათვალს, რომელიც განთავსებულია ჯიფუ ლაიფის სასწავლო პლატფორმაზე. მოდი სათითაოდ განვიხილოთ ისინი და ვნახოთ როგორია ჯიფუ ლაივის შიგნიდან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯიფუ სასწავლო სისტემა ამ ეტაპზე წარმოდგენილია 16 ენაზე და ეხლა იტესტება ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზირებული თარგმანი, რომლის წყალობითაც ადამიანი შეძლებს ნებისმიერი ტრენინგის მოსმენა სასურველ ენაზე. მაგალითად, ტრენინგი არის პორტუგალიურად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელი იქნება ავტომატური თარგმანი სხვადასხვა ენაზე. ეხლა რაც შეეხება პროფესიებს, დავიწყოთ ტრეიდინგით. ფორექსი, კრიპტო, საფონდო ბირჟა, იგივე stock market-ი. ტრეიდინგი არის თავისუფლებაზე შეყვარებული ადამიანების საქმე. შენ შეგიძლია იმოგზაურო და ივაჭრო მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, საკმარისია გქონდეს ხარისხენი ინტერნეტი, ლეპტოპი ან სმარტფონი. ტრეიდინგში დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის ანალიზს სწორად განხორციელებული ტრეიდისთვის. ანალიზში კი გვეხმარება ეკონომიკური და ტრეიდინგთან დაკავშირებული სიახლეები. სწორედ ამიტომ ჯიფუ ლაიფის პლატფორმაში ინტეგრირებულია ეკონომიკური სიახლეების განყოფილება, სადაც შეგიძლიათ ეტაპობრივად გაეცნოთ ვალუტასთან დაკავშირებულ სიახლეებს, კრიპტოს სიახლეებს და სხვადასხვა მოვლენებს, რაც დაგეხმარებათ ბაზრის ზუსტ ანალიზში. კარგი არის ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ტრეიდინგი ისწავლოს ნულიდან. არსებობს ვიდეო ტრეინინგები ყველა დონისთვის, მაგალითად დამწყებებისთვის, ვისაც არაფერი საერთოდ არ გაიგება ტრეიდინგში, ასევე ადამიანებისთვის, რომელსაც რაღაც გარკვეული წარმოდგენა აქვს ტრეიდინგზე და პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს კიდევ უფრო მეტად განავითაროს და დახვეწოს საკუთარი თავი. საკმაოდ საინტერესო მასწავლებლები არიან, მათ მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვთ ზოგადად ტრეიდინგში. მაგალითად, ნიკ გომესი, რომელიც კრიპტოს ინსტრუქტორია, ცნობილია იმით, რომ
must 4 თვე პოზიცია არ დაუკარგავს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის წინასწარ გაწერილი live სესიები, სადაც ივაჭრებთ ინსტრუქტორებთან ერთად, სწავლობთ ბაზრის ანალიზს უკვე პრაქტიკაში და იმეორებთ მათ სტრატეგიას. შეგიძლიათ დავსვათ მათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები უკვე პირდაპირ ეთერში. ასევე არსებობს Gifu Connect აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ, სადაც წარმოდგენილი არის Gifu Live-ის საზოგადოება, იგივე community, Gifu Live-ის მასწავლებლები და კორპორატიული გუნდი, რომლებიც მუდმივად გვიზიარებენ გამოცდილებასა და სიახლეებს. Gifu Connect აპლიკაციის საშუალებით ინსტრუქტორები ასევე გვიზიარებენ სიგნალს, რაც უმნიშვნელოვანესია ტრეიდინგში და რაზეც ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი. ახლახანს დაგვემატა სკანერები, რომლებიც გეხმარება ტექნიკური უნარის გამომუშავებასა და სტრატეგიის გაუმჯობესებაში. სკანერები ავტომატურად გაჩვენებთ ყველა საჭირო ინდიკატორს, როგორც არის RSI, Supply Resident Zone, Support Zone, ბაზარზე მყიდველების ან გამყიდველობის ზეწოლა და უამრავი სხვა ისეთი მაჩვენებელი, რაც ტრეიდერს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამაზე კი ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი და რეალურ შედეგებს გაჩვენებთ. Mindset-ი, იგივე მენტალური წყობა. წარმატებული ადამიანები ამბობენ, რომ სიღარიბე და სიმდიდრეც იწყება გონებიდან და არა ჯიბიდან. მენტალური, ემოციური, სულიერი განვითარება ეს არის ზუსტად ის ფუნდამენტი, რაზეც შენება მერე მდგრადი წარმატება ცხოვრებაში, კარიერაში ან თუნდაც ბიზნესში. წარმატებულმა ადამიანმა იციან, რომ აკადემიურ და პროფესიულ განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური განათლება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ემოციური ინტელექტთან. კერძოდ კი იმედგაცრუებების, შიშებისა და მარცხებთან გამკლავების უნართან, შეცდომების დაშვების აუცილებლობასთან, რისკის მართვასა და არა რისკის თავიდან აცილებასთან და სხვა კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი უნარია საჭირო, რომელიც ოჯახში და სასწავლებელში არ ისწავლება. ამიტომ თუ გინდა რომ მდგრადი წარმატება გქონდეს, აუცილებელია რომ მუდმივად ვითარდებოდეს ადამიანი პიროვნულად. სწორედ ამიტომ Mindset-ის აკადემიაში თქვენ შეისწავლით თუ როგორ იმოქმედოთ აუდიტორიაზე თავდაჯერებულად და შთამოგონებლად, გაიგებთ როგორ ააშენო ერთიანი, მოტივირებული და პროდუქტიული გუნდი, განავითარო კომუნიკაციის სტრატეგიები და გავლენის ტექნიკები, თუ როგორ შეიძინო ყოველდღიური პოზიტიური ჩვევები, რომლებიც გაზრდის ჩვენს ეფექტურობასა და ენერგიას და ასევე ისწავლის სტრატეგიული ფიქრის განვითარებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის სტრესის პირობებშიც კი. Gifu Live-ის Mindset-ის აკადემია არის შენი პიროვნული ტრანსფორმაციის დასაწყისი. AI, იგივე ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი ხდება და მისი შესაძლებლობა ყოველდღე იზრდება. დღეს ხელოვნური ინტელექტის ცოდნა აუმჯობესებს დასაქმების შანსებს. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია ბიზნესის დაწყების სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები. AI ეს არის მომავლის საერთაშორისო ენა, რომელიც აუცილებელია რომ ფლობდე, ისევე როგორც ერთდროს კომპიუტერის ან ინგლისურის ცოდნა იყო აუცილებელი. თქვენ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში შეისწავლეთ თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია მომავალს და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ნაწილი გახდე. ასევე ისწავლეთ ხელოვნური ინტელექტის პრინციპებსა და საფუძვლებს, მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, თუ როგორ მოახდინოთ პროცესის ავტომატიზირება და გაზარდოთ ეფექტურობა, თუ როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის განვითარებისთვის, პროდუქტიულობის ასამაღლებლად და ინოვაციებისთვის. E-commerce ელექტრონული კომერციის კურსი, რომელიც შეიძლება შენი ონლაინ ბიზნესის დასაწყისი გახდეს. დღეს თითქმის ყველა ტიპის ბიზნესი გადადის ონლაინ სივრცეში, რადგან მომხმარებელი ძირითადად ინტერნეტშია. ელექტრონული კომერციის ცოდნა გაძლევთ საშუალებას შექმნა და მართო ონლაინ ბიზნესი, გაყიდო შენი პროდუქტი ონლაინ, გამოიყენო სხვადასხვა ტიპის პლატფორმები, როგორც არის Amazon, eBay ან თუნდაც სხვა, ან შექმნა შენი ვებსაიტი და თავად მართო ყველაფერი. Gifu Live-ის e-commerce-ის კურსი გაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა ონლაინ ბიზნესის დასაწყებად. სწავლობთ ელექტრონული კომერციის ძირითად საფუძვლებს, გაეცნობით dropshipping-ის მოდელს, როგორც არის მაგალითად ყველასთვის ცნობილი Temu, ასევე იხილავთ ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაბიჯ-ნაბიჯ აწყოთ ონლაინ ბიზნესი, თუ როგორ დაგეგმოთ ჩაატაროთ ბაზრის კვლევა, აწყოთ ონლაინ მაღაზია ტექნიკურად, თუ როგორ გააკეთოთ ეფექტური ციფრული მარკეტინგი და ბევრი სხვა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. Social media, სოციალური მედია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი მინიმუმ 1 ან 2 სოციალური მედიის რომელიმე პლატფორმაზე ვართ დარეგისტრებული. რა იქნებოდა, რომ ისწავლოთ ციფრული მარკეტინგი, კონტენტის შექმნა, სოციალური მედიის ზრდის ხელოვნება
და აქციო შენი პროფილი შემოსავლის წყაროდ. სოციალური მედიის აკადემიაში თქვენ ისწავლით ყველაფერს, რაც გჭირდება, რომ გაიზარდო ონლაინ სივრცეში და გამოიმუშავო ფული. ისწავლე, როგორ გაზარდო აუდიტორია ორგანულად და მიაღწიო მაღალ ჩართულობას. შექმენი კონტენტი, რომელსაც ბრენდები ეძებენ და მიიღე ანაზღაურება. განავითარე შენი პერსონალური ბრენდი და იმუშავე ბრენდებთან როგორც ინფლუენსერმა. ისწავლე, როგორ წარმართო რეკლამები და გაზარდო რეალური ჩართულობა. გააკეთე შთამბეჭდავი კონტენტი, რომელიც გაზიარდება და რეალურ შედეგს მოიტანს. ფინანსები, სადაც არ უნდა ჩადო ფული უძრავ ქონებაში თუ ფასიან ქაღალდებში, დიდი ალბათობით ყველაფერს დაკარგავთ, თუ ფინანსური განათლება არ აქვს. ფინანსური წარმატებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავში და ცოდნაში ჩადებული ინვესტიციები. ამ კურსში თქვენ ისწავლით თუ როგორ დაგეგმო ბიუჯეტი, დაზოგო ეფექტურად და დაარეგულირო შემოსავლები. ისწავლით ასევე ფინანსური სისტემების საფუძვლებს, ფულის ფსიქოლოგიას და გრძელვადიანი მიზნების დასახვას, ინვესტირების ძირითად პრინციპებს, საფონდო ბირჟის მექანიზმებს და პორტფოლიოს დაგეგმარებას, თუ როგორ შექმნა და განავითარო პასიური შემოსავლის წყაროები, ასევე საგადასახადო დაგეგმარებას, ქონების დაცვასა და ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას და ასევე თუ როგორ შექმნა ფინანსური სტაბილურობა და მოემზადო გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. სინამდვილეში ერთადერთი აქტივი ან პასივი ხარ შენ თავად, იმიტომ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. აი ზუსტად ამიტომაც არის ფინანსური განათლება საჭირო. იმდენი ადამიანია, რომელიც კარგ ბიზნესს გადაიბარებს, ან მემკვიდრეობით დაიტოვებენ დიდ ქონებას, გაანიავებენ და კოშმარად აქცევენ. ამიტომ მარტო ქონა და ქონება საკმარისი არ არის. უძრავი ქონებაში მნიშვნელოვანია ისწავლო თუ როგორ აღმოაჩინო შესაძლებლობები, გააკეთო ჭკვიანური ინვესტიციები და გაზარდო უძრავი ქონების ღირებულება. G-Full Life-ის Real Estate-ის, ანუ იგივე უძრავი ქონების აკადემია თქვენ დაგეხმარებათ, რომ ამოიცნოთ უძრავი ქონების ტიპები, თუ როგორ შეაფასოთ მომგებიანობა, ასევე ისწავლით ბაზრის კვლევას, ტრენდების ამოცნობასა და სწორი დროის შერჩევას, საფინანსო რესურსებს, კრედიტების დაგეგმასა და მნიშვნელობას, ბიუჯეტირებას და რისკის მართვას, თუ როგორ შეიძინო, გარემონთო და გაყიდო უძრავი ქონება მომგებიანად, კომერციული ქონების ინვესტირებას და სტაბილური შემოსავლის გენერაციას. რაც შეეხება ფიტნესს, ყველას უნდა რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგად გამოიყურებოდეს. თუმცა ცხოვრებაში გრძელვადიანი ცვლილება მოაქვს არა მარტო საკუთარ თავზე ფიზიკურად მუშაობას, არამედ სულიერ და მენტალურ ზრდას. მაგალითად, მარტივია, რომ ჭარბწონიან ადამიანს უთხოვრო წონის დასაკლებად საჭიროა ვარჯიში და სწორი კვება, რაც რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ჭარბწონიანები არ გამხდარენ, იმიტომ რომ ისინი ბევრს იკვებებიან, არამედ იმიტომ გახდნენ ჭარბწონიანები, რომ ზედმეტი კვებითა და მავნე ჩვევებით ცდილობენ შევცვალონ შინაგანი, სულიერი და ემოციური სიცარიელე. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანები, რომელიმე წონის დასაკლებ პროგრამაზე ჩაეწერებიან, დაიკლებენ, მაგრამ რადგან მხოლოდ ფიზიკურად მუშაობენ საკუთარ თავზე და არა მენტალურად, რამოდენიმე თვეში ისევ მოიმატებენ უფრო მეტს, ვიდრე დაიკლეს. იგივე ხდება მწეველებში, ალკოჰოლიკებში ან შოპაჰოლიკებში. ადამიანები ბედნიერების საპონელად ხდებიან დამოკიდებული მავნე ჩვევებზე, იმიტომ რომ არ ვითარდებიან სულიერად. სწორედ ამიტომ საჭიროა გყავდეს ამ დროს დამრიგებელი, რომელიც არა მარტო წონის კლებაში დაგეხმარება, არამედ მისი წყალობით გაიზრდები მენტალურად, გამოიმუშავებ დისციპლინას და გადალახავ მენტალურ გამოწვევებს, რომლებიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. G-Full Life-ის ფიტნეს აკადემიაში თქვენ ისწავლით როგორ მიაღწიოთ უმაღლეს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას პროფესიონალების მხარდაჭერით. ძირითადი თემებია სხეულის გაძლიერება, ფუნქციური ვარჯიშები და პირადი მიზნების დასახვა, ჯანსაღი კვება, ბალანსირებული დიეტა და საკვების მიმართ შეგნებული დამოკიდებულება, მშვიდი გონება, სტრესის მართვა და ემოციური რეგულაცია, სწორი ძილი, ენერგიის აღდგენა და ტექნიკები, ასევე ფიზიკურად აქტიური და ბალანსირებული ცხოვრების ფორმირება ყოველდღიურობაში. თუ გინდათ რომ არა უბრალოდ დაიკლოთ წონა, არამედ შეცვალოთ ჩვენი ცხოვრება სრულად, ეს კურსი დაგეხმარებათ, რომ შეივსოს შინაგანად და გაძლიერდეთ გარეგანად. ეს იყო G-Full Life-ის
სხვადასხვა აკადემიების მოკლედ ახასიათება. ყველაზე კარგი ის არის, რომ თითოეულ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს ყველა ამ აკადემიაზე ერთდროული წვდომა და რამოდენიმე თემა ერთდროულად ისწავლოს. ეხლა კი გადავიდეთ კონკრეტულ შედეგებზე, ვინც იყენებს ამ პლატფორმას და ვინც უკვე ეს უნდა გადაიტანა ფინანსურ წარმატებას. სალამები ლევან, მე ვიცი რომ შეხარ გამოცდილი ტრეიდერი, უკვე რამდენი ხანი ამ პროფესიით ხარ დაკავებული, ასევე გამოცდილება როცა უკვე სხვებს ასწავლი და სხვისი წარმატება, რა თქმა უნდა, შენი წარმატება არის და შენ შეგიძლია რომ კრიტიკულად შეაფასო G4 Life-ის სასწავლო სისტემა და შენი გამოცდილება მოგვიყვე. მოდი თავიდან დავიწყოთ, რა ბექგრაუნდი გაქვს, როგორ მოხვედი იმ პროფესიამდე, რა პროექტსაც ეხლა საქმიანობ და როგორ შეხვდი G4 Life-ს, ან G4 Life-ს როგორ იყენებს საშენოდ და ზოგადად შენი სტუდენტებისთვის, აი რო გამოცდილება მოგვიყვე პირადი. მოგესალმები მეც პირველ რიგში თალამან, 5 წელი გამოცდილება მაქვს ტრეიდინგში. სამ დავიწყებდი ამ სფეროს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მეც ანალოგიურად უნივერსიტეტი დავამთავრე, სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლე 5 წელი პლუს რეზიდენტურა გავიარე მე 2 წელი და ჩემი პროფესიით საბოლოოდ მომიწია რომ 300 ლარზე მემუშაო ყოველდღე. რაც ჩემთვის იყო გამანადგურებელი. საშინელ დეპრესიაში ვიყავი, იმიტომ რომ ფინანსები არ მქონდა. ხამები არ მეძინა იმის ფიქრში, რომ რას ვაკეთებდი არასწორად. მე დავფიქრე ერთ რაღაცაზე და მივხვდი, რომ ამ ხალხს, ვინც მასე იქცევა და უნივერსიტეტში სწავლობს დიპლომით და მუშაობს შემდეგ სამსახურში, არ ყავს ძვირადღირებული მანქანა, არ აქვს ძვირადღირებული სახლი მაგალითად. და მე ეს ყველაფერი მინდოდა. და ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, ვინც მითხრა ამ სფეროს შესახებ. თავიდან არასწორი შეხედულება მქონდა ამ სფეროსთან დაკავშირებით რა, მაინც იმიტომ რომ მეც ესე მეგონა რომ კაზინო იყო, ან ტოტალიზატორი იყო, ან რაღაც ესეთი რაღაცა და ბევრი ფიქრის შემდეგ გაწყვეტილება მივიღე რომ დამეწყო ეს ყველაფერი. თავიდან YouTube-ი დავიწყე, როგორც რა ვიცი, ყველა YouTube-ზე დევს ძალიან ბევრი სკამერული ინფორმაცია, ცოტა სრულ ინფორმაცია დევს. დამწყები ფიზიკურად ვერ გაფილტრავს რა არის სწორი, რა არის არასწორი, ხო ხვდები? ამიტომ საჭირო არის რომ დამწყებს თავიდანვე მისცე სწორი ცოდნა. სწორი მიმართულება მისცე. ახლა ბევრი მწერს რომ აი რა გავაკეთო დამწყები ვარ, რა გავაკეთო როგორ მოვიქცე, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები ეს რაღაცას რომ მოდი აიყვანე მენტორი. რო შეცდომაში არ შეხვიდე. იმიტომ რომ მე ეს გამოვიარე, ეს გზა გამოვიარე და YouTube-ით დავიწყე სწავლა და შედეგები არ გამოიყვან ყველაფერმა. საბოლოოდ ამერიკელი მენტორი ავიყვანე, ძალიან მაგარი ბიჭი, ვინც საფუძვლიანად მასწავლა ყველაფერი. წელიწად ნახევარი მომუნდი იმისთვის რომ პროფიტული ტრეიდერი ყოფილიყავი მე თვითონ. ჩემი თავარი მიზანი რა არის, იცი რომ საქართველოში ის თუ ნარატივი დავამსხვრიო, რომ აი ზოგი იძახის რომ კაზინოა და ის. ხო ხვდები, ანუ რაც უფრო მეტი ტრეიდერი ყובה საქართველოს რა ჯობია. რა თქმა უნდა. უფრო კარგი არის. რამდენიმე ხანში აღმოაჩინე ესეთი პროექტი G4 დავინტერესდი, იმიტომ რომ როგორც გავიგე აქ ტრეიდინგის რაღაც პლატფორმა ქონდა და ამიტომ გავხდი ერთ G4-ს პარტნიორი. G4 Live-ზე რო შევედი, შორდაშორი ძალიან გამოცდილი მენტორები ატარებენ ლაივებს და რამდენიმე ლაივს დავეწარი. სხვადასხვა შევატყე რომ ძალიან კარგად აკეთებენ, რასაც აკეთებენ. თავით საქმე იცოდნენ. იქ მივაგენი ერთ რაღაცას, სკანერებს მივაგენი. ახლა ბევრს გონია რომ აი სკანერები არის როგორ რაღაც აი ინდიკატორები და რაღაც მარტო, მაგრამ მარტო ეგ არ არის. იქ ძალიან ბევრ რაღაცას გიჩვენებს, ყიდვა გაყიდვა ისე წოლას გიჩვენებს, ვოლიუმს გიჩვენებს. ეს სკანირებას ახდენს თლიანი მარკეტის. ან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რა დახმარება შეგიძლია. შენი ანალიზი გააკეთე, კი ბატონო გააკეთე. მოდი აბა ვნახოთ სკანერი რას მეტყვის. დაემთხვა ჩემი ანალიზის სკანერს, კი ბატონო, ესე იგი მაღალბათობიანი სეტაპი მაქვს და შემიძლია შევიდე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეხმარება საკუთარი ანალიზის დახვეწაშიც. შეგვიძლია ესე ვთქვათ, ხო? კი ბატონო, ესე უბრალოდ რაღაცას ვენდოთ ეგეთი რაღაც არ არსებობს. ბრმად ვენდოთ, ხო, ანუ მარტივი ფული არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ანალიზი და პლუს სკანერის დახმარება. 2 კვირა იყო რა ჩემოვედი თავიდან. სულ თავიდან რომ დავიწყე პარტნიორობა G4-სთან. 2 კვირაში უკვე რომ გამოვიყენე სკანერი, ფანები ქონდა აღებული. $4000 pay-out-ი გავაკეთე. Wi-Fi-და ფიქსიდან. ამ სკანერის დახმარებით. უბრალოდ თან ყველაზე პარადოქსი ის იყო, რომ შევედი სატესტოდ. ამ ტესტვაში ამ სკანერებს რო ტესტავდი, ხო? აი ეს გამეკეთა უბრალოდ. ანუ არ ქონდა გადაწყვეტილი რომ სიტყვაზე დამეხურა, მაგრამ უკვე დავხურე, მოდი რატო არა მეთქი გავაკეთე pay-outs. ხო, გარდა ამისა შეგიძლია ლაივებზე დაესწრო, სხვადასხვა გამოცდილი მენტორების ვაჭრობები თუნდაც ნახო, იქ როგორ ვაჭრობენ, რა ვაჭრობენ, თავიანთი მიდგომა აქვთ იქ კომუნიკაცია შეგიძლია შენ კონდეს გამოცდილ ტრეიდერებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სიტყვას რა მიკითხვა გაქვს, შეგიძლია დაუსვა და მოგწერო. პლუს ამას სიგნალებზე აქვს ძალიან ბევრ სული წარმოდგენა რა. ანუ მეც მასე ვარ, სული წარმოდგენა მაქვს სიგნალებზე.
პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ გააჩნია სიგნალს ვინ გაძლევს, ხო? გამოსული ტრეიდერსგან იდება ეს სიგნალი. ეხლა მე გავტესტე კიდევაც ეგენი რა. და მე ჩემი ანალიზით შევდივარ ყველგან, აი არ არსებობს, რომ სადღაც რაღაც გამოვიყენო და მე ჩემი აზრი არ გამაჩნდეს და ჩემი ანალიზი არ გამაჩნდეს. ამიტომ დაიდება რაღაც სიგნალი. მოდივა გავანალიზებ რატო გადაწყვიტეს, რომ აი სიტყვაზე შესულიყვნენ რაღაც კონკრეტულ პოზიციაში. ამ ყველაფერს ვაანალიზებ, თუ სწორი არის, რა თქმა უნდა და ემთხოვა ეს ყველაფერი, კი ბატონო, რა პრობლემა არის? ვიყენებ კი. ჯერ რამოდენიმე სტუდენტიც მყავს მე ამ პროექტში. და ჩემი სტუდენტებიც კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ ზოგი სიგნალებით, ზოგი სკანერებით ეჭდავენ ფულს შეულებრივ და რატო არა. ანუ რაც ზოგადად ესე უყურებ რა ყველაფერს, რაც მარტივი არის, რატო უნდა გავირთულო საქმე, ხო? ეხლა ადვილფული არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიდგომა, რაც უფრო ადვილი გვექნება, ხო? რაც უფრო რთულად შევხედავ, უფრო რთულად ვისწავლი, რთულად გავხსნე ტრეიდს, მაგრამ რაც უფრო ადვილი მიდგომა გვექნება, უფრო ადვილად შევა პოზიციაში და ადვილად შევხედავ მარკეტს. ყველა მიდგომას პატივცე, მაგრამ მე მირჩევნია სიმარტივე. მარტივი ფული, იმას არ ვამბობ, მარტივი ფული არსებობს და რაღაც არა. და მარტივია ტრეიდინგი, მაგას არ ვიძახი. როგორც ხედავ შენი გამოსებიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდევ ვისგან იღებ ინფორმაციას, ვისგან სწავლობ, ხო? რამდენად სანდოა, რამდენად გამოცდილია ბაზარზე და რამდენად გამჭირვალეა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმები, მე ვიცი რომ შენ ბოლო რამოდენიმე თვეა მე რაც გაგიცანი, სარგებლობ GIFU Live-ით. Live ჩარტვებით, სწავლებებით, ტრენინგებით, სიგნალებით. მოდი მოგვიყვები რა სფეროში მოღვაწეობ. რამდენი ხარია რაც მე სფეროში ხარ და ზოგადად GIFU-მ რა სარგებელი მოგც, ანუ GIFU სასწავლო სისტემა, მაგაც რო ვთქვათ. მოგესალმებით თამარ. მე დავიწყე ტრეიდინგი დაახლოებით 8 თვის უკან. თან მუშაობ რესტორან ბეღელში. Forex ტრეიდინგი მასწავლა ლევანი ძალიან კარგ დონეზე და სხვათა შორის მან შემომთავაზა პარტნიორობა კომპანია GIFU-სთან. დაახლოებით 1 თვის მანძილზე ვაყურდებოდი ამ კომპანიას და საკმაოდ დიდ შედეგებს ადებს ამ ყველაფრით. აქვს სიგნალები, აქვს სწავლის განვითარება და აქვს ნიუსების ხედვა. ძალიან კარგად უნდა Forex ფაქტორებს თუ ასჯერჯობია ეგრე. კარგად გიწერია ყველაფერი. ამ 1 თვის მანძილზე როგორც კი ვაყურდებოდი, ახლა გარკვეული ადამიანები არიან მან მენტორები, რომლებსაც უყურებ GIFU Live-ის საიტზე და ძალიან მაგრა მეხმარება ჩემ განვითარებაში, რა თქმა უნდა. შეგიძლია ისწავლო, თან ვაჭრობ მათთან ერთად. შეგიძლია შეეხმიანო კიდევაც სიტყვაზე დაუწერო აი ოქროზე გამიკეთე ანალიზი თუ შეგიძლია. მაქედან ვისწავლე უკეთესად ვაჭრობა. ძირითადად და ასევე ჩემი სტრატეგია შევქმენი სხვათა შორის მათი დახმარებით. მათ მასწავლეს ძირითადად რაღაცეები და ძალიან დამეხმარა ჩემი სტრატეგიის შექმნაში. და სხვათა შორის 7 ტრეიდი გავხსენით ჩემი სტრატეგიით, რაც გავაკეთე, მათგან აღებული ვართ რაღაც გარკვეული ნაწილები. 7 ტრეიდი გავხსენით და 7-დან 1 მქონდა მარტო ცუდი. ეგეც ნიუსის პერიოდი იყო და შესაბამისად ნიუსის დროს სტატისტიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაი შედეგი დადე. 7-დან 1 კაი შედეგია. მანამ მივსაუბრო პარალელურად აქ ეკრანზე გამოჩნდება ჩემი ტრეიდები, ამ თვეში რაც გავხსენი 7 ტრეიდი. ამავდროულად კიდე სიგნალებს გიგზავნიან, რაც ძალიან კარგი არის, როდესაც მუშაობ, მეხმარება ამ ყველაფერში. რომ რაღაც გარკვეული დროის მანძილზე თან ვიმუშაო, თან ფულიც გამოვიმუშაო. აი ნიკა, ზოგადად სიგნალებზე ამბობენ, ზოგადად ტრეიდინგში, რომ არ არის სანდო და მაინც ამ სტრატეგიას არ უნდა მიყო სიგნალების სტრატეგიას. აი შენ შემთხვევაში მაინც რატომ და საიდან დარწმუნდი ამ სიგნალების სანდოობაში? არ არსებობს სტრატეგია, რომელიც იქნება 100%-იანი. ყველა მენტორს ახლა GIFU Live-ში ვინც არის, აქვს თავიანთი სტრატეგიები. რომელსაც გასწავლიან, მიგომესთან სწავლობს სხვათა შორის კრიპტოს და ძალიან ადვილად ასწავლის ყველაფერს და აი უმარტივესი სტრატეგია გაკეთებული. აი ძალიან მარტივი სტრატეგია და დაახლოებით 1 კვირის მანძილზე, ამ თვის 1 კვირის მანძილზე 4 ტრეიდი ქონა ჩაგდებული და 4-ვემ 100%-ით იმუშავა. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საკმაოდ პროფესიონალ ხალხთან გვაქვს შეხება, ხო, ანუ არ არიან უბრალოდ კი, რა თქმა უნდა. ნიგომების სიგნალის საშუალებით შეგიძლიათ რომ ფანდედი დახუროთ, ჩოულებრივ შეგიძლიათ. ეხლა მე ერთ-ერთი ფანდედი მაქვს აღებული 3 დღის მანძილზე უნდა ქონდეს გამომუშავებული $25. აი მაგის შემდეგ თუ გინდა 1000 გააკეთე ერთ ტრეიდში, თუ გინდა 2000 გააკეთე, არ მშობა. დაახლოებით $500 უნდა გამომუშავო და ნიგომეს ერთ-ერთი სიგნალი რომ გამოვიყენო, შემიძლია იმ დღესვე ჩავხურო ერთ-ერთი ფანდედი.
ძალიან საინტერესო. ეხლა როგორც ვიცი, შენ იყენებ უკვე შენ მეგობრებთან რეკომენდაციას გასცემ და ვიცი რომ შენ მეგობრებსაც შედეგი აქვს. აი მაგალითად მათზეც რომ მოგვიყვე რა. რა გამოცდილებ თუ აქვს ზოგადად შენ ან რამე გამოცდილება ტრეიდინგში და რას იყენებენ და როგორ? კი ბატონო. ერთი ბიჭი არის გოგა სახელად. მან ჩემთან ერთი ვაჭა სიგნალებით დაახლოებით 30-მდე ტრეიდი გავხსენით. 30-მდე და დაბალი ლოტით ვაჭრობდით საკმაოდ. $700-მდე გამომუშავეთ ერთად. ჩვენიერი, ძალიან კარგი შედეგი. ამ 30 ტრეიდიდან რამდენი იყო წარმატებული? 30 ტრეიდიდან 21 იყო მომგებიანი და 9 იყო წამგებიანი. რაც ძალიან მაგარი შედეგი არის.